მოგესალმებით. მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. დღეს ჩემთვის ძალიან გრძნობიარე თემაზე ვილაპარაკებ. ჯერ ციტატას გეტყვით და შემდეგ მის ავტორს წარმოგიდგენთ. ციტატა ასე ჟღერს: ზომიერება გიყვარდეს. სანამ გავაგრძელებ თავარ სათქმელს, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა. შეგახსენებთ, რომ ახალ არხს 1000 ხელმომწერი სჭირდება იმისთვის, რომ YouTube-მა საშუალება მომცეს თქვენ პირდაპირ რეჟიმში, ცოცხალ რეჟიმში გესაუბროთ და ჩემი მიზანიც ეს არის. ყველას დიდი მადლობა დახმარებისთვის. ახლა სათქმელს გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ციტატის ავტორი ცხოვრობდა საბერძნეთში ძველი წელთაღრიცხვის მე-7-6 საუკუნების მიჯნაზე და პიტაკოს მიტილენელის სახელით არის ცნობილი. ის იყო ძველი საბერძნეთის 7 ბრძენთაგან ერთ-ერთი, ნამდვილად ძალიან პატივდებული ადამიანი, მაგრამ ზოგიერთი წყაროს ცნობით ეს ციტატა მას არ ეკუთვნის და მხოლოდ მიეწერება. ზომიერების სიყვარულისკენ მოწოდებამ პირადად მე იმიტომ ამაღელვა, რომ ნამდვილად არ ვიცი დღეს ჩვენს რეალობაში ზომიერება ძალად აღიქმება თუ სისუსტედ. პირადად მე ნამდვილად ზომიერებისკენ მიდრეკილი ადამიანი ვარ და ვცდილობ, რომ არაპროგნოზირებადი არ ვიყო არასდროს, იმასაც ვცდილობ, რომ იმპულსური ქცევით არც საკუთარი და არც სხვისი ცხოვრება არ დავამძიმო. მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ ზომიერება გიყვარდეს, აი ამ ფრაზაში არის სულ სხვა აზრი, ვიდრე იქნებოდა ვთქვათ ფრაზა დაიცავი ზომიერება. იმიტომ რომ ავტორი გვეუბნება, რომ ზომიერება დისციპლინა კი არ არის, ეს არის ღირებულება, რომელიც უნდა გვიყვარდეს, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ. და ეს არის საკმაოდ სადავო მოწოდება, იმიტომ რომ მაგალითად მწერალი ოსკარ უაილდი ამბობდა, ზომიერება საბედისწერო თვისებაა, რადგან მხოლოდ უკიდურესობებს მოაქვს წარმატებაო. მიფიქრია ამ კონტექსტში ჩემს თავზე. წლების წინ, როცა ხშირად მიხდებოდა სხვადასხვა ტელევიზიის ეთერით პოლიტიკური კომენტარების კეთება, ვიცოდი, რომ ჩემი მეტყველების ეს ზომიერი სტილი და მანერა ბევრისთვის მისაღები იყო და ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი, მაგრამ ერთია სხვა რას ფიქრობ შენზე და მეორე არის შენ რას ფიქრობ საკუთარ თავზე და დამისვამს კითხვა ჩემი თავისთვის, რომ რა მოაქვს ჩემთვის ამ ზომიერებას, რომელიც ჩემთვის არის ბუნებრივი ნამდვილად მიდრეკილება და ეს კითხვა აქტუალურია დღევანდელ კონტექსტში. მე გეტყვით ამ კონტექსტზეც რამდენიმე სიტყვას. მაშ რა მოაქვს ჩემთვის ზომიერებას, თავისუფლება მოაქვს თუ პირიქით შეზღუდვა მოაქვს, ვთქვათ უსაფრთხოება მოაქვს თუ პასიურობა მოაქვს ისეთი, რომელიც ვთქვათ რაღაცნაირ სინდისის ქეჯნას თუ დანაშაულის განცდას იწვევს და ამას უკვე უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს, ხო? შემიძლია თუ არა, რომ აი ვიყო პირნათელი საკუთარ თავთან და ვიფიქრო, რომ სილაჩრე კი არ მოაქვს ზომიერება, სილაჩრე მოაქვს სწორედ უკიდურესობებს. სხვათა შორის ალბერ კამიუ, მწერალი და ფილოსოფოსი, სწორედ ამას წერდა, რომ წონასწორობის დაცვა მოითხოვს ძალისხმევას და განუწყვეტელ სიმამაცეს. ეს კარგი აზრია ძალიან, მაგრამ მეორე მხრივ მე პირადად არასდროს არ მავიწყდება, რომ წონასწორობამ შეიძლება ადამიანი რაღაცნაირად დააბლაგოს და მაშინ როცა სიმკვეთრეა საჭირო, როცა მაგალითად პრინციპების დასაცავად არის ეს სიმკვეთრე საჭირო, მან ეს სიმკვეთრე ვეღარ გამოიჩინოს აი ამ თავისი ზომიერი ბუნების გამო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო წლებში შეიცვალა ცხოვრების რიტმიც, აგრესიაც გაიზარდა და ფაქტობრივად რადიკალიზმზე მოთხოვნილებაც გაიზარდა თითქოს და ისეთი დახვეწილი პროპაგანდის გარემოში ვცხოვრობთ, ისეთი დაპირისპირება გააჩაღა ამ პროპაგანდამ ადამიანებს შორის, ისეთი რეპრესიული კანონმდებლობა გვადევს დიდ სიმძიმედ ბეჭებზე და ისეთი მძაფრი თავდადებული წინააღმდეგობა არის გასაწევი ქვეყნის გადასარჩენად, რომ ახლა ეს ზომიერება ვის დაკარგვია ან ვის რაში ჭირდება, ნამდვილად აღარ ვიცი, მაგრამ
თუ აი პიროვნული სფეროდან, პიროვნული სივრციდან ამ ზომიერებაზე ლაპარაკს და კითხვას, რომ ზომიერება ძალაა თუ სისუსტეა გადავიტან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ველში, იქ უფრო საინტერესო მოსაზრებები შეიძლება გაჩნდეს. დღეს ოპოზიციური პარტიებისგან საპროტესტო მოძრაობა ვიცით, რომ მოითხოვს შეთანხმებას და ერთიანი ალტერნატიული ცენტრის შექმნას და რას ნიშნავს ეს? ცხადია, ეს ნიშნავს, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ლიდერმა უარი უნდა თქვას თავისი იდენტობის ნაწილზე, თავისი იდენტობის იმ ნაწილს, რომელიც სხვებისგან განასხვავებს და უნდა ეძებოს უფრო მეტი საერთო სხვებთან ვიდრე განსხვავება და აი ამ საერთოს უნდა მიანიჭოს უპირატესობა. და რა გამოდის, რომ ხალხი პოლიტიკოსებისგან ზომიერებას მოითხოვს, ზომიერებისკენ უბიძგებს, ესე იგი ხელისუფლების დღევანდელ რადიკალიზმს უნდა დაუპირისპირდეს არა ოპოზიციის რადიკალიზმი, არამედ ოპოზიციის ზომიერება. მაგრამ ხომ არის საკითხავი, რომ დროის სულისკვეთებას და ხალხის გემოვნებას დღეს კონკრეტულ მომენტში თქვათ ქართული ოცნების რადიკალიზმი უფრო შეესაბამება და უფრო უპასუხობს თუ თქვათ ოპოზიციის ზომიერება უფრო უპასუხებს. ეს კონსენსუსი, რომელიც ბევრ რამეზე უარის თქმას ითხოვს, ხომ არ წარმოშობს რაღაცნაირ უხერხემლო და უნიათო პოლიტიკურ ცენტრს. უნიათოზე რა თქმა უნდა გამახსენდა ის, რომ წლების განმავლობაში ქართულ ოცნებას უნიათო ხელისუფლებას უწოდებდნენ და მთავარი ეპითეტი ეს იყო. და აი როდესაც ქართული ოცნება ყველა გადაწყვეტილებაში ამჟღავნებდა, რომ რაღაც ზღურებს პატივსცემდა, მაშინ უფრო ძლიერი იყო ქართული ოცნება თუ დღეს, როდესაც მისთვის ზღვარი არაფერში აღარ არსებობს. ახლა ამ კითხვას რო ვსვამ, არამც და არამც არ გულისხმობ, რომ ავტორიტარული მართვა ძლიერებას ნიშნავს და რომ მაგალითად რუსეთი ან ირანი უკეთესი ქვეყანა, უფრო ძლიერია რაღაც კუთხით, ვიდრე ვთქვათ გერმანია ან საფრანგეთი. არა, ამას ნამდვილად არ გულისხმობ. ძალადობა, რომ ძალას ნიშნავს, ამას არ გულისხმობ და პირიქით მგონია, რომ ძალადობა უძლურებას ნიშნავს და ამას ჩვენ ყოველ დღე განვიცდით ჩვენ თავზე, იმიტომ რომ აი ეს კანონები რეპრესიული, რომელიც ყოველ დღე ამის ჩემო აქვს ხელისუფლებას ახალი და ახალი და უფრო მძიმედ რეპრესიული, ხო? ფაქტობრივად აბსურდამდე მიდის ბოლოს და რანაირად შეიძლება ახლა რომ ეს ძლიერების გამოხატულება ჩავთვალოთ. ესე ნამდვილად არ არის, მაგრამ კითხვებს იმიტომ ვსვამ, რომ ჩვენში არსებული წინააღმდეგობები რაღაცად მინდა რომ უფრო ღრმად დავინახოთ. აი მაშ რა გზით უნდა იაროს საპროტესტო მოძრაობა? ურთიერთდათმობები თითქოს რაღაცერთ ყველას ასუსტებს, იდენტობის ნაწილს აცლის და ეს რო ეს არ იყოს უკვე პარტიები დიდი ხნის წინ მოილაპარაკებდნენ და რაღაცაზე შეთანხმდებოდნენ, არსებობს მეორე გზაც. მეორე გზა რა არის? რაღაც წესების მიხედვით ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთდაპირისპირება, როდესაც უფრო ძლიერები შეეცდებიან, რომ უფრო სუსტები გარიყონ ოპოზიციურ ველიდან და თვითონ მათ ხარჯზე გაძლიერდნენ და მათი ამომრჩევლის ხარჯზე გაძლიერდნენ. ეს თითქოს ეს ცდილობაც მიუღებელია, მაგრამ შეიძლება ყველასთვის მიუღებელი არც იყოს. და ნებისმიერ შემთხვევაში ამ პრობლემაზე საჯაროდ არავინ არ ლაპარაკობს, რომ აი ზოგადი რადიკალიზაციის გარემოში შესაძლებელია თუ არა ზომიერებისკენ სწრაფა ოპოზიციის მხრიდან და თუ შესაძლებელია მომგებიანი არის თუ არა. ზომიერებას რა თქმა უნდა აქვს დიდი პლუსი, ეს არის პროგნოზირებადობა, როგორც უკვე ვთქვი, და ეს არის თვითკონტროლი, მაგრამ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ზომიერებას აქვს თავისი დიდი საფრთხე, აი ეს არის სიბლაგვე, როცა სიმკვეთრე არის საჭირო. ზომიერებამ ეს სიმკვეთრე, რომელიც ახლა აუცილებელია, არ უნდა გააქროს და თავი მე არ უნდა იმართლოს იმითი, რომ აი ზომიერია და სიმკვეთრე მას არ ახასიათებს. იმიტომ რომ კონტექსტი მაინც პროტესტისგან ითხოვს სიმკვეთრეს და ხალხი ითხოვს დათმობას და ერთმანეთთან მოლაპარაკებას. ფაქტი არის, რომ ქვეყანა არის პოლიტიკური ალტერნატივის მოლოდინში და ეს დღევანდელი ციტატა ზომიერება გიყვარდეს. ამ კონტექსტში მაინტერესებდა ზუსტად, მაგრამ
არამც და არამც ეს მოწოდება არ ნიშნავს შუაშისტობას. საქართველოში შუაშისტობას არასდროს დადებითი კონოტაცია არ ქონდა. შუაშისტობა არავისტობას ნიშნავდა და ეხლა ნამდვილად არავისტობის დრო და სიტუაცია არ არის, მაგრამ ჩემი ერთი დაკვირვება მინდა რომ გაგიზიაროთ. აი ერთი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი, რომ ამ ხელისუფლებამ დაიწყო როგორც ზომიერმა პოლიტიკურმა ძალამ და შემდეგ ძალიან გარადიკალურდა და ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნებას თავიდან მხარს უჭერდნენ, ხო, ეხლა მათ შეიძლება ბოლომდე არ მიყვებიან ამ რადიკალიზმში, იმიტომ რომ შეიძლება არიან ადამიანები, რომლებისთვისაც თქვათ ასეთ რადიკალიზმზე უფრო მეტად მომხიბვლელი აღმოჩნდეს ოპოზიცია ან მისაღები აღმოჩნდეს, თუ კი ის არ იქნება რადიკალური და თუ კი ის იქნება ზომიერი, ხო? და ამ შემთხვევაში ზომიერება პოლიტიკურად ნამდვილად გაამართლებს, თუ არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს მოუყრის თავს, არამედ ხელისუფლების მომხრების ნაწილსაც გადმოიბირებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ იქნება რადიკალური. კიდევ ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ, ძალიან კარგად მახსოვს ზომიერი ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ მემკვიდრედ წლების განმავლობაში როგორ ითვლებოდა ასევე ზომიერი ზურაბ ჟვანია, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ სრულიად არაზომიერი და რადიკალური და ენერგიული მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი. ხო და იქნება ეგ არის გამარჯვების ფორმულა, რომ რადიკალურს ამარცხებს ზომიერი და ზომიერს ამარცხებს რადიკალური. თვითონ ბიძინა ივანიშვილიც ხო ესე მოვიდა ხელისუფლებაში, რომ რადიკალური მიხეილ სააკაშვილი გაუშვა ხელისუფლებიდან ზომიერმა ბიძინა ივანიშვილმა და ეხლა რა კი თვითონ არის გარადიკალურებული, იქნება ისევ ზომიერი ოპოზიცია იყოს ის, ვინც შეძლებს რომ გარადიკალურებული ხელისუფლება და ქართული ოცნება გაუშვას ძალაუფლებიდან და ხელისუფლებიდან. მაშინ მოცემულ მომენტში ეს ჩვენი დღევანდელი ციტატა ზომიერება გიყვარდეს განსაკუთრებულ ფასს იძენს, მაგრამ აქ არის ერთი საფრთხე, თუ ოპოზიციურმა პარტიებმა ზომიერება აღიქვეს როგორც დისციპლინა, ხო და ჩათვალეს რომ ეს დროებითი ღონისძიება არის, რომელიც ახლა ჩვენ გვჭირდება ზომიერება და არ აღიქვეს როგორც ღირებულება, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს, ხო? მაშინ არსებობს საფრთხე, რომ ეს ზომიერება როგორც დისციპლინა ხაფანგი აღმოჩნდეს და არა ვთქვათ გამარჯვების გზა. ამაზე განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იფიქრონ, მე მგონი იმ პარტიებმა, რომლებსაც მაინც გულში აქვთ სულ ეს სწრაფვა დომინირებისკენ. და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ბუნებითად ზომიერმა პარტიებმაც უნდა იფიქრონ იმ საფრთხეზე, რომ ესე იგი სიმკვეთრეზე არ თქვან უარი ამ თავისი ზომიერი ბუნების გამო, მაშინ როდესაც ეს სიმკვეთრე იქნება საჭირო და თავისი ზომიერებით მერე თავი არ იმართლონ. დღეს აი ამ თავსატეხით გემშვიდობებით გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა და თუ ამ გადაცემაში რამე თქვენთვის საინტერესო, თქვენთვის საყურადღებო მოისმინეთ, არ მინდა რომ გამოგრჩეთ გადაცემის მოწონება. მომწერეთ თქვენი აზრი აქვე გადაცემის კომენტარების ველში, პირადად თქვენ როგორ უყურებთ ზომიერებას, როგორ აფასებთ მას, ძალად მიგაჩნიათ თუ სისუსტედ მიგაჩნიათ და თქვენი არგუმენტებიც იქნებ მომწეროთ. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ამ ეტაპზე ჩემი მთავარი ამოცანა არის, რომ 1000 გამომწერი ყავდეს არხს, ეს თქვენსკენ უფრო ღია და პირდაპირ ურთიერთობისკენ გამიხსნის გზას. YouTube-ის მცოდნე ადამიანებმა მითხრეს, რომ წესი არისო ესეთიო, თუ რამე გაქვს მაყურებელთან სათქმელი და რაიმე თხოვნა გინდა მათთვის, გადაცემის თავშტებოლოში ორჯერ უნდა გაუმეორო და მეც აი ამ წესს მივდევ და თუ მიგაჩნიათ, რომ ზედმეტი არის, ბოდის გიხდით ამის გამო. მე შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით და დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ.